გამარჯობა. მე ვარ მაჩვი და დღეს ვილაპარაკებ რა განსხვავება აქტიურ და პასიურ ბას გიტარას შორის. მაგალითისთვის განვიხილოთ კლასიკური ფიბასი, რომელიც არის ცნობილი, ლეგენდარული პასიური ბასი. ამ ბასში ჩვენ გვხვდება ორი მარეგულირებელი, ეს არის ხმის, ანუ ვოლიუმის მარეგულირებელი და ტონის, ანუ ტემბრის მარეგულირებელი. აქტიური ბასის შემთხვევაში უკვე გვხვდება ბევრი მარეგულირებელი. ასევე შეიძლება შეგხვდეს რაღაცა კონკრეტული სვიჩები, გადამხდელები და ასე შემდეგ. მარტივად რომ ავხსნათ, აქტიურ სისტემაში არის მის ელექტრონიკაში, ანუ გიტარის ელექტრონიკაში დამატებულია ერთი კონკრეტული სქემა, რომელსაც ჩვენ ვეძახით ხოლმე აქტიურ პრეამპს ხშირ შემთხვევაში და ეს ბევრი მარეგულირებლები უზრუნველყოფს უფრო მეტად დავამუშაოთ ჩვენი ინსტრუმენტის ხმა უკვე ინსტრუმენტიდან. ძალიან მარტივი და ძირითადად ამ პრეამპის ფუნქცია არის, ასე ვთქვათ, ეკვალაიზერის ფუნქცია. შესაბამისად, ანუ ჩვენი გიტარიდან გამომავალი სიგნალი ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ უკვე ინსტრუმენტიდან, ანუ ეკვალაიზერი გვაქვს Z ინსტრუმენტს. სვიჩების შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში ეს არის აქტიური რეჟიმში და პასიური რეჟიმში რო გადავხდოთ ინსტრუმენტი, ანუ გამოვხდოთ ეს პრეამპი, ანუ ეს ეკვალაიზერის ფუნქცია და როგორც კლასიკური პასიური ინსტრუმენტი ისე იმუშაოს, ანუ კონდეს ხმის და ტონის ანუ ტემბრის მარეგულირებელი და შეიძლება იყოს ისეთი სვიჩი, რომელიც თვითონ ხმის მიმღებებს უცვლის ხასიათს. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არანაირად არ შეგვაშინოს ამ ბევრმა ნობებმა, როცა აქტიურ ბასს ესე როცა არ ვიცნობთ ამ ელექტრონიკას, ეს ბევრი ნობები არაფერი ცუდი მაგაში არ არის, უბრალოდ ეგ არის საშუალება, რომ უფრო მეტად დავამუშავოთ ჩვენი სიგნალი. დღეისთვის სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა მომავალ შეხვედრამდე. დროებით.